ხმაურის გარეშე ბათუმის საკრებულოს ხდომას არც დღეს ჩაუვლია. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი პარტია ლელოს საქართველოსთვის წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. ვაჟადარჩიამ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და თვითმმართველობის წევრების პოზიცია გააკრიტიკა. მას კითხვები ჰქონდა საპოლიციო ძალების მიერ გადამეტებულ ძალასთან, არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციასთან, შეჩერებულ პროექტებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. Ikuebia. Ova, rasa ikuebia. Ikuebia, ეხლა და იმითო. India, ლევა. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას მოჰყვა. ვაჟადარჩიამ სირცხვილად მიიჩნია, ქვეყანაში მმართველი გუნდის მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქართული ოცნების მიღწევებზე აღტკინებით საუბარი. დარჩიამ აქცენტი გააკეთა სისტემურ დანაშაულზე, იმაზე თუ როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს და როგორ ძალადობდნენ მათ შორის ჟურნალისტებზე სამართალდამცავები. ოპოზიციონერმა ასევე ისაუბრა შეჩერებულ პროექტებზე, არალეგიტიმურ მთავრობასა და უდიპლომო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნა თქვენმა გუნდმა, რომელმაც ჯერ არჩევნები გააყალბა, მერე პრეზიდენტის კანდიდატურად გაასახა ადამიანი, რომელიც ერთადერთ რამეს აკეთებდა კარგად ფეხბურთს თამაშობდა კარგად და იმის პრეზიდენტიც ვერ გახდა იმის გამო რომ უმაღლესი განათლების დიპლომი არ ქონდა, მაგრამ თქვენ ოპოზიციონერად გაასაღეთ. საქართველოს პრეზიდენტად დანიშნეთ და არ აირჩიეთ ერთი კანდიდატურით და ჩუმი ინაუგურაცია მოუწყეთ და მერე გამოაცხადეთ, რომ ეს ქვეყანა თურმე 28 წლამდე ევროკავშირთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს. ამის მერე რა მოხდა? მოხდა ის, რომ სხვა ხალხი მიიღეთ რუსთაველზე, მიიღეთ უამრავი გაჩერებული პროექტი, მიიღეთ ბათუმში მეხუთე ფაზის გაჩერება ხალხო. რანაირად უნდა ვილაპარაკოთ განსაკუთრებული აღტკინებით და ახალი წლის მილოცვით ხალხზე, როცა 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაცები და ღირსების ორდენს აძლევთ ადამიანს, ვის ეს 300 ადამიანის ცემა და ბრძანება გაცა. ვაჟადარჩიას განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკა იმ პარტიისგან, რომელმაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე უარი არ თქვა და ამით ირიბად არჩევნების შედეგები აღიარა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ოპოზიცია ფიქტიურ ბოიკოტს აცხადებს, პარალელურად კი ქვეყანას ავტორიტეტს მიზანმიმართულად ულახავს. დაუციე ხმას და ამშვიდე ახლა შეგნებულად არ ყვებით ახლა რა არ გინდა რომ აკეთე პროვოკაციებს იმის ნამუს უნდა გაწუხებდეს ზუსტად რა ციფრებზე რო ლაპარაკობ თქვენ ხართ ის პარტია რომელმაც დაფინანსება აიღეთ რა და თუ შეიძლება მარტო ბოდიში მოუხადეთ იმ საზოგადოებას და დაფინანსება და იმ ხალხს რა და იგე რას აიღებ რა მაშინ აღიარე რო იყუებია გარჩენებთან დაკავშირებით ეს 4 პარტია რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არ აქვს და რაღაცა პატარა მის ელექტორატზე ზემოქმედებს დასტრესეთ მთელი ქვეყანა. რისთვის აკეთებთ ამას? თქვენი პარტიის წარმომადგენლები ხვალ ზეგ შევლენ პარლამენტში. აიღეს ის დაფინანსება პარტიული, რამდენითაც გავიდნენ არჩევნებში. ზუსტად ის თანხა აიღეთ, რაც ხმების რაოდენობა მიიღეთ არჩევნებში. ამიტომ ეს უკვე აღიარებაა. საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და ჩვენზე კარგად იციან ეს თვითონ ოპონენტებმაც. საქართველოში ხელისუფლებას არასდროს არ უთქვია ევროინტეგრაციაზე ვარი, ესეც ძალიან კარგად იციან და რეალური მიზეზი დღეს რა დღეშიც არის კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩამოგდება, საქართველოში ომში ჩათრევა და ის ორი კანონის გაუქმება, ოჯახური კანონის, რომელიც ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას და მეორე არის გამჭვირვალობის კანონი. რეალური მიზეზი ესაა. ვაჟადარჩიას განცხადებას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსების შეჩერებაზე თენგიზ აფხაზავა გამოეხმაურა. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები მერიას არ მიუღია. აფხაზავას თქმითვე, ასეც რომ მოხდეს, მეხუთე ფაზის გაგრძელებას საფრთხე არ ემუქრება. გადავამოწმე ეს ფაქტი მე. ეხლა ალბათ უფრო მე გააკეთებს მე ამაზე განცხადებას, მაგრამ უბრალოდ დღემდე ყოველ შემთხვევაში არანაირი წერილი ოფიციალური KfW-სგან მერიაში მიღებული არ არის, რომ ეს დაფინანსება არ იქნება. ამიტომ წინასწარ ყველა უხარიათ ამათ რა
უხარიათ ვერ ხვდები რა, მართლა ვერ ხვდები რა უხარიათ. რაღაცა განცხადება რომ გაკეთდება ეს არნიშნავს ქმედებას, როცა მოხდება ოფიციალური დოკუმენტის დადება და დადასტურება, მე შეიძლება საუბარი იმაზე რომ რეალურად შეჭერდა. თუმცა აქვე მინდა გითხრათ რომ თეორიულად ვამბობ დაუშვათ რომ ესეც მოხდეს და შეჭერდეს, არანაირი საშიშროება მეხუთე ფაზის გაგრძელება სამუშაოების არ ემუქრება ბათუმში. მინდა დავამშვიდობ მოსახლეობა და ნოაყვებით ამ უნამუსოების პროვოკაციას. ეს იყო ღალატის, თუმცა უდიდესი გამარჯვების წელი. ასე აფასებს მიმდინარე წლის მოვლენებს ბათუმის საკრებულოს წევრი ფიქტიური ოპოზიციიდან. ნინო ცხარაძე ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ქვეყნის მართვის მანდატი კვლავ ქართულ ოცნებას მიანდო. იგივე აზრს იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარეც. ჩემი შეფასებით და დარწმუნებული ვარ, საქართველოს უმრავლესობამ უკვე არჩევნებზე გასცა პასუხი იმ ხალხს, ვინც გარედან ცდილობს ამ ქვეყნის ინტერესებში ჩარევაში. ასევე უთეო ოდირის დასკვნა ნახეთ, რომ ფაქტიურად არჩევნები არ გაყალბებულა ამაში დასტურდა. ასევე ვნახეთ ოპოზიციის ის განცხადებები, რომ შესაბამისად შემდეგ რაღაცა ლაქებზე და წერტილებზე რო ქონდათ პრობლემები, რომ ეს ვერ გაყალბდება, მოუწოდებდნენ მოსახლეობას და ვერანაირად შედეგზე ვერ იქნებოდა ეს სასახული, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანაში ყავს ის ოპოზიცია, რომელიც თავის სიტყვას ცვლის, ასევე ვიტყვი დაფინანსებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ შიტაგან ხეთქილება აქვს და მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი არ არიან ჩამოყალიბებული თავისივე ინტერესებში. ეს სანქციებიც არაერთხელ გაჟღერებულა მართველი გუნდის მხრიდან და მე ვიზიარებ მათ პოზიციას. ეს სანქციებიც არის დროებითი, არის სანქციებით ჩვენ გვაიძულებენ თუნდაც იმას, რომ თავის დროზე ჩავთვლიყავით ომში უკრაინასთან ერთად, მაგრამ ის რომ დღეს არის ქვეყანაში მშვიდობა, ის რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ასე ვისაუბროთ და ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, თუნდაც ჩვენი ქალაქისთვის სასარგებლო საქმე არის ამ ხელისუფლების დამსახურება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს, მათ შორის პრივატიზების გეგმაში ცვლილების შეტანა, ბათუმის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი, წლიური სარგებლობის საფასური და სხვა. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი იყო 9 საკითხი, აქედან ძირითადი საკითხი ეხება ბინების გადაცემის ნაწილს, კერძოდ გადაცემული იქნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბინების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გადაცემა, შემდგომ აღნიშნული ბინებით მოსარგებლებისათვის პირდაპირ გადაცემის შესახებ, ასევე ეხებოდა საპრივატიზებო ობიექტის და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ, ასევე საკითხი ეხებოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მას ზედარსებული პანორამული ბორბლის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ, რომელიც შეადგინა 474,000 წლის განმავლობაში, რომელიც განიკარგება აუქციონის წესით, ასევე ეხებოდა იჯარის ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე ეხებოდა სერვიტუტის უფლების დატვირთის შესახებ. ბათუმის საკრებულოს სხდომას ოპოზიციური პარტიებიდან ლელო საქართველოსთვის ესწრებოდა, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას არ დასწრებია და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა ფიქტიური ოპოზიცია ხალხის ძალა.